ბატონ გიორგი, მოგესალმებით, მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საღამოშვიდობისა დიდი მადლობა მოწვევისათვის. საღამოშვიდობისა. ბატონ გიორგი, ლეიბორისტულმა პარტიამ 48 საათიანი ვადა მიეცით საკონსტიტუციო კომისიას. რა იქნება ამ ვადის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი არ წამოვა დათმობაზე? გმადლობთ უპირველეს ყოვლისა, სანამ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიდოდეთ, მე მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული, ბრწყინვალე შვიდეულის დღეებია, ყველა აღდგომის სწორია და მე მინდა როგორც აღდგომა სიმბოლო ბოროტებაზე გამარჯვებისა, ასევე პირად სულიერ ასპექტში თითოეულ მოქალაქეს და საერთოდ ჩვენ ერს უსურვებ სწორედ გამარჯვებას, აღდგომას, გამარჯვებას ბოროტებაზე და დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება, რადგანაც ჩვენ მარადიული ერი ვართ. და მას ბუნებრივია ვერ წარტაცებენ იმ უფლებებს, რომელიც კონსტიტუციით თუ სხვა კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ეხლა რაც შეეხება ამ მნიშვნელოვან საკითხს კონსტიტუციასთან დაკავშირებით, კონსტიტუცია მოგეხსენებათ წარმოადგენს პოლიტიკური შეთანხმების, საერთო შეთანხმების აქტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფოს ინტერესებს, საზოგადოების ინტერესებს, ხელისუფლების დაბალანსება უნდა იყოს მასში მოცემული, დემოკრატიული, სოციალური, სამართლებრივი პრინციპები დამკვიდრებული და ის არ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე არაფორმალურ მმართველის წესდებას და შეპესეს. წარმოადგენენ კანონპროექტი, კონსტიტუციური პროექტი, რომელიც წარმოადგინა უმრავლესობამ და რომელიც ხაზს უსვამ არ ყოფილა შემუშავებული საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პერიოდში ამკვიდრებს რეალურად ქართულ ჯამახირიას, როგორც იყო ეს ლიბიაში, როდესაც მთლიანად სახელმწიფოს მართავს არაფორმალური მმართველი და ამავე დროს ამ არაფორმალურ მმართველს არ აკისრია არანაირი პასუხისმგებლობა, არანაირი ფორმალური პასუხისმგებლობა. ჩვენ არ გვეყოლება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომელიც პირდაპირ ხალხისგან იქნება არჩეული, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც პრემიერ-მინისტრი. ამავე დროს ამ კანონპროექტით, კონსტიტუციური კანონპროექტით კნინდება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, არ ხდება არსად ხელისუფლების კონცენტრირება, ის არ წარმოადგენს არც საპრეზიდენტო, არც ნახევრად საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო რესპუბლიკას, როგორც გითხარით, ესეთი მუტანტური რაღაც კანონპროექტია წარმოდგენილი, სადაც პირდაპირ ამოვიკითხავთ, რომ ეს ემსახურება და ეს დაწერილი არის შუშს სასახლეში, ერთ-ერთ ჩეროში, ალბათ ეგზოტიკური ცხოველების გარემოცვაში და უმრავლესობა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მარიონეტების ფუნქციას ასრულებენ ივანიშვილისათვის, ცდილობენ მისი მითითებები პირნათლად შეასრულონ და ამდაგვარად გაიტანონ ის დამღუპელი, დამანგრეველი კონსტიტუციური პროექტი. თუ გაქვთ თქვენ მოლოდინი, რომ ამ ულტიმატუმის პირობებში წამოვა დათმობაზე მმართველი გუნდი? ზოგიერთი აი ამ დავალებებით შეშინებული, რომელსაც ისინი შუშის სასახლიდან იღებენ, ასე ვთქვათ, აღუწერელ სიბრიყვეს ამბობს, რომ თითქოს კომისიამ დაამთავრა მუშაობა, კომისიას მუშაობა არ დაუმთავრებია, ჯერ მთავარი სხდომა არ შემდგარა, რაც მთავარია, შემდეგ საერთო სახალხო განხილვები უნდა იყოს, შემდეგ პარლამენტში უნდა შევიდეს და რთული პროცედურა საბოლოოდ რომ დამტკიცდეს კონსტიტუციური კანონპროექტი და აქედან გამომდინარე, მასში ნებისმიერ დროს შესაძლებელი არის ცვლილებების შეტანა, პროექტის შეცვლა იმ დაგვარად, სადაც გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო და ქვეყნის ინტერესები. აი მარტივად გეტყვით, ახლა პრეზიდენტის არამხოლოდ პირდაპირ არჩევის წესი იცვლება და მოქალაქეებს ართმევენ ამ უზენაეს უფლებას და რა ასე ვთქვათ, გამოცდილება და ტრადიცია დამკვიდრდა ბოლო 25 წლის მანძილზე ჩვენ ქვეყანაში, არამედ იმ დაგვარად აუფასურებენ და ამ ინსტიტუციას იწოდება მთავარ სარდლად კონსტიტუციით ფორმალურად და ამავე დროს მთავარსარდლის არანაირი ფუნქცია არ ექნება პრეზიდენტს. იწოდება სახელმწიფო მეთაურად და არანაირი ფუნქცია, არანაირი უფლებები არ ექნება იმ შესაბამისი ამ თანამდებობისა. პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის ინტერესებს და ამავე დროს ის პრემიერ-მინისტრის დავალების გარეშე ალბათ ვერც გაემგზავრება უცხოურ ვიზიტებზე. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი კი არ იქნება ეს, იქნება კანცელარიის მუშა, რომელსაც გამოკეტავენ ერთ ოთახში, რომელსაც აერჩევს უმრავლესობა, მმართველი უმრავლესობა და ის ვერ შეასრულებს თავისთავად დამბალანსებლის როლს, ვერ შეასრულებს მედიატორის როლს, რადგანაც ის იქნება ერთ-ერთი ხელის ბიჭი არაფორმალური მმართველისა, ივანიშვილისა, ამავე დროს
ამბობენ ერთის მხრივ, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ საპარლამენტო რესპუბლიკას, ამ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ სისტემაზე გადავდივართ და ამ დროს პარლამენტს არ ექნება არანაირი უფლებამოსილება გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება. გასაგებია ბატონ გიორგი. არა, მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილებ, სამართლებრივ კონსტიტუციურ მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას. არანაირი უფლებამოსილება არ ექნება ამ მიმართულებით. აი მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც დააყენეს საკითხი პარლამენტში, რომ გამოეძახებინათ ენერგეტიკის მინისტრი კალაძე, რომელმაც მოღალატეობრივი ხელშეკრულება დადო გაზპრომთან, პირდაპირ განაცხადა უარი და არანაირი ბერკეტი არ არსებობს, რომ ის ძალით მიიყვანონ პარლამენტში, არა და იმ სისტემებში, პოლიტიკურ კონსტიტუციურ სისტემებში, სადაც საპარლამენტო რესპუბლიკაა, პირდაპირ დამოკიდებულია ფრაქციებს შეუძლიათ, საპარლამენტო ჯგუფებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს გამოიძახონ პარლამენტში და ანგარიში ჩააბარებიონ როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე ყველა მინისტრს. ასევე ეს არ იქნება ასე ვთქვათ კონცენტრირება არ ხდება ძალაუფლებისა არც პრემიერ-მინისტრის ხელში და აი მარტივ მაგალითს მოგიყვანთ იგივე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გახსოვთ ალბათ კვირიკაშვილმა გააკეთა განცხადება რომ გაასაჯაროებდა ამ ხელშეკრულებას და არც არავინ არ აღარსრულა მისი ეს დავალება. ბატონ გიორგი, ჩვენ უბრალოდ დაუბრუნდეთ კვლავ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას. თქვენ წეგან ახსენეთ, რომ კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია და უკვე ცნობილია, რომ 22 აპრილს გაიმართება კენჭისყრა. თქვენ თუ მიიღებთ ლეიბორისტული პარტია ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, იმიტომ რომ სხვა ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მათ არ სურთ ამ კენჭისყრაში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება და დატოვეს კიდევაც საკონსტიტუციო კომისიის რიგები. როგორ იქნება თქვენი პოზიცია მიიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას? დღეს პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 48 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები, ეს არის პოლიტიკური საკითხები და მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები, აი თქვენ წინა ჩართვა გქონდათ, სადაც მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე იყო საუბარი, ასევე ქრება კონსტიტუციიდან ის მინიმალური გარანტიები, რომელიც გქონდათ მოქალაქეებს. იგივე დასაქმების ვალდებულება, რომელიც გაჩნია სახელმწიფოს, ასევე უმშევრობის კომპენსაციის გაცემა, ასევე ქრება ვალდებულება, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქემ მიიღოს უფასო სამედიცინო დახმარება, ასევე ქრება ჩანაწერი, რომ სახელმწიფო ზრუნავს მრავალშვილიან ოჯახებზე, ასევე ქრება ჩანაწერი და უпроსტად არ შეაქვთ ეს ჩვენი ინიციატივა იყო, რომ დააფინანსონ ის სტუდენტები, ვისაც არ აქვს საშუალება გადაიხადოს სწავლის საფასური. როდესაც მაგალითები მოყავთ ევროპის, როდესაც იგივე გერმანიის მაგალითები მოყავთ, მან ეს უფლებები გარანტირებული აქვს მოქალაქეებს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი საკითხებია და თუ არც ერთი ეს საკითხი არ იქნა გათვალისწინებული, თუ არანაირი კომპრომისი არ წამოვიდა ამ შემთხვევაში ხელისუფლება, ბუნებრივია ჩვენ პროტესტის ნიშნად დავტოვებთ, კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწილეობას და სრული პასუხისმგებლობა ერისა და ბერის წინაშე დაეკისრება სწორედ დღევანდელ ხელისუფლებას და ჩვენ არა მხოლოდ ფორმალური ბოიკოტი იქნება ეს, არამედ როდესაც უზენაეს უფლებებს ართმევენ მოქალაქეებს, ართმევენ სოციალურ გარანტიებს, ართმევენ დემოკრატიული პრინციპიდან გამომდინარე იმ უფლებებს, რომ თავად განსაზღვრონ ამ ქვეყნის ბედი, თავად აირჩიონ ის პირები, ვინც წარუძღვება ამ ქვეყანას და მესაჭე იქნება მისი, ამ დროს მთელი საზოგადოება მათ დაუპირისპირდება და მე დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დამთავრდება ამ ხელისუფლების დამხობით. გასაგებია, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არ დატოვებენ საკონსტიტუციო კომისიის რიგებს და ბოლომდე არაკომფორტულ მდგომარეობაში ამყოფებენ მმართველ გუნდს. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ დატოვა კომისია ლეიბორისტულმა პარტიამაც, შესაძლოა რომ უმრავლესობა მართლაც აღმოჩნდეს კომფორტულ გარემოში და მდგომარეობაში? მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნიათ, ფორმალურად მათ შეუძლიათ ყოველგვარი წინამდებობის გარეშე ისედაც მიიღონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, კონსტიტუცია ეკუთვნის ხალხს, უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და არ უნდა ემსახურებოდეს ერთი პატარა ჯგუფის ინტერესებს და მით უმეტეს არაფორმალური მმართველის, რომელიც ამით ცდილობს ამ კონსტიტუციურ კანონპროექტით ცდილობს წაიყვანოს დიქტატურისაგან ქვეყანა, არაფორმალურ დიქტატურა დამყარდეს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე მათთვის არ იქნება ბუნებრივია კომფორტი, როდესაც საკუთარ თავზე ექნებათ ეს ასაღები, ეს ტვირთი და ყველა ვინც საკუთარ თავზე ჩოხასავით მოირგო კონსტიტუცია დაამთავრა ძალიან ძიმედ. მათი პასუხისმგებლობა ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია და ასე შემდეგ და მე დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თუ გონს არ მოეგებიან, არ გაითვალისწინებენ
საზოგადოებრივი ჯგუფების, მოსახლეობის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების ასე ვთქვათ პოზიციებს და მაინც გაჯიუტდებიან როგორც ჯიუტება ხოლმე ვირი, ასეთ შემთხვევაში ესეთ ხელისუფლება გადაიჩეხება ხოლმე და მათი ბედი მთავრდება ძალიან მძიმე შედეგებით. გასაგებია ბატონო გიორგი, ბოლოს კითხავთ ჩვენი საეთერო დრო იწურება, საკონსტიტუციო ქვეყნის მთავარ კანონს ემატება მე-11 თავი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. თქვენ ეთანხმებით ამ გარდამავალი დებულების დამატებას, იმიტომ რომ მაგალითად დემოკრატიულმა მოძრაობამ, როდესაც ეს კომისიის რიგები დატოვა, მან ერთ-ერთ მიზეზად დაასახელეს სწორედ ეს გარდამავალი დებულების დამატება. ამაზე ძალიან მოკლედ მიპასუხეთ და დაგემშვიდობებით. პირველი ძირითადი შემადგენელი ნაწილი არ არის კონსტიტუციისა, გარდამავალი დებულებები და ეს ბოლოს მოიგონეს, ასე ვთქვათ, ჩაემატებინათ, რადგანაც ამითი ცდილობენ ვირეშმაკობენ ეს გამოთქმა რო ვიხმაროთ, რომ მოიპოვონ მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების ევროკავშირის სტრუქტურების და სხვადასხვა, მაგრამ ეს ბუნებრივია არ გავუათ. ჩვენ არც წინააღმდეგი არა ვართ ამ ჩანაწერის, მაგრამ არსებითად კონსტიტუციაში ესეთი საგარეო ორიენტირები არ იწერება. კონსტიტუცია არის ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს მოსახლეობის ხალხის ნება, მთავარი პრინციპები, დემოკრატიული, სოციალური, პოლიტიკური პრინციპები, ეს გარდამავალი საკითხია, ეს მიღწევადია და მიაღწევს ამას ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ეს კონსტიტუციური საკითხი არ არის. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენს კითხვებს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგა ვაპასუხებდა.